რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ ყოველ დღე 10,000 ნაბიჯს გაივლი? შენი ორგანიზმი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ იჯდე. ჩვენ მუდმივად მოძრაობდით, ვეძებდით საკვებს, გაურბოდით საფრთხეს, დაგვყავდა შვილები, დავდიოდით სანადიროდ, დავდიოდით შორს, ვთხრიდით, ვწევდით სიმძიმეებს, ვიბრძოდით. და ასე, ადამიანის ორგანიზმი შექმნილია ყოველდღიური მოძრაობისთვის. ჩვენი კუნთები, ძვლები, სისხლძარღვები და ტვინი მოწყობილია ისე, რომ ჩვენ სულ უნდა ვიმოძრაოთ. დღეს კი ადამიანების დიდი ნაწილი ცოტას ან ძალიან ცოტას მოძრაობს და წლიდან წლამდე, რაც მეტი დრო გადის, ადამიანი ხდება უფრო ინერტული. და პრობლემა ის არის, რომ როცა არ მოძრაობ, გეზრდება დაავადებების რისკი, დიაბეტის, გულის დაავადებების, ინსულტის, სიმსუქნის და ზოგიერთი სიმსივნისაც კი. მეტიც, უმოძრაობა დაკავშირებულია დეპრესიასთან და ნაადრევ სიკვდილიანობასთანაც კი. თუ დღეში 4,000 ნაბიჯზე ნაკლებს გადიხარ, ეს იცვლება ძალიან ცოტად და ეს საკმარისი არ არის. ეს არის დაახლოებით 3 კილომეტრი. ამ დროს გული სუსტდება, გლუკოზის კონტროლი მცირდება, წონას ადვილად იმატებ და უენერგიოდ გრძნობ თავს. მაგრამ თუ ამ ცოტა მოძრაობიდან ნელ-ნელა უფრო აქტიურობას დაიწყებ და 5-დან 7,000 ნაბიჯზე ახვალ, რაც დაახლოებით არის 5 კილომეტრი დღეში, შენ იგრძნობ ცვლილებებს. პირველი, რაც შენს ორგანიზმში ხდება, როცა მოძრაობას იწყებ, ის არის, რომ კუნთები იწყებენ გლუკოზის გამოყენებას, როგორც საწვავის, მეტად და უკეთესად. და ეს ერთი შეხედვით ვითომ არაფერია, მაგრამ ამ მოძრაობას შეუძლია მომატებული გლუკოზა შეამციროს, ისე რომ ნორმაში მოაქციოს. რა თქმა უნდა, თუ უკვე დიაბეტი აქვს ადამიანს, ამას მხოლოდ სიარული ვერ შეცვლის, მაგრამ მოსაზღვრედ მომატებულ გლუკოზას ნორმის ფარგლებში აბრუნებს სიარული. როცა სიარულს იწყებ, გრძნობ, რომ ჭამის მერე ნაკლებად გეძინება და მუცლის ცხიმიც ნელ-ნელა იწყებს დაშლას. მეორე, რაც შენს ორგანიზმში ხდება, როცა სიარულს იწყებ, არის ის, რომ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება შენს ორგანიზმში. ადამიანები გრძნობენ, რომ ფეხები უფრო უთბებათ, მაგრამ ეს მარტო შეგრძნება არა. ეს ნიშნავს, რომ სისხლს უკეთესად მოაქვს ჟანგბადი შენს ორგანიზმში და ასევე უკეთესად წმენდს ტოქსინებისგან შენს უჯრედებს. და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი რაც ხდება არის, რომ სისხლძარღვები მოძრაობისას განიცდიან მცირე სტრესს, რადგან მეტი სისხლი მოძრაობს და ეს მცირე სტრესი კარგია სისხლძარღვებში, აზოტის ოქსიდის გამოყოფა ძლიერდება და ეს აფართოებს სისხლძარღვებს და ეს ამცირებს წნევას, ანუ სიარული წნევასაც ასტაბილურებს. აქაც, თუ ადამიანს უკვე მაღალი წნევა აქვს დიდი ხანია, ეს არ ნიშნავს, რომ სიარული უშველის, მაგრამ დაეხმარება. მაგრამ როცა ყველაფერი ახალი დაწყებულია, სიარულს შეუძლია წონის კონტროლიც. როცა იწყებ მეტ სიარულს და დღეში 8,000-დან 10,000 ნაბიჯზე ადიხარ, შენი ორგანიზმი უკვე იწყებს საკუთარ უჯრედებში ენერგიის ქარხნების გაძლიერებას და ამ ქარხნებს მიტოქონდრიებს ვეძახით. და რა ხდება ამ დროს? უფრო მეტ ცხიმს წვავ. უფრო მოქნილი ხდება შენი მეტაბოლიზმი და მეტ ჟანგბადს მოიხმარ და მეტ ენერგიას გამოიმუშავებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ძლიერი ხდები და ენერგია გემატება. თავიდან თუ სიარული დამღლელი იყო, ფეხები დამძიმებული გქონდა, ნელ-ნელა დაღლილობა გადის, სიარული უკვე ჩვევა ხდება და სხეულიც გიმსუბუქდება და არც გული გიჩქარდება სიარულზე ან ფიზიკურ დატვირთვაზე, ისე როგორც ადრე და აღარც ქოშინებ. და შენი ორგანიზმი უკეთ წვალს ცხიმს და შენი ინსულინის მგრძნობელობა იზრდება და შენი კუნთები კვებებს შორის ცხიმის წვით არის დაკავებული, ანუ უსაქმოდ არ ჩერდებიან. ეს შენს სხეულზეც აისახება, იცვლება შენი ფორმები. შედეგად შეგიძლია ჭამო უფრო მეტიც და არ მოიმატო. და აქ არის უდიდესი განსხვავება მოძრავ და უძრავ ადამიანებს შორის. მოძრავი ადამიანები ხშირად ჭამენ ბევრს და დუნე ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები უყურებენ მათ და უკვირს და ამბობენ, ისინი რატომ არ სულქდებიან, როცა ამდენს ჭამენ, თავად კი მცირე ულუფებითაც წონას იმატებენ. ასეა, როცა მეტ ენერგიას გამოიმუშავებ, მეტი საკვები შეგიძლია მიიღო. და როცა დღეში 10,000 ნაბიჯს დადიხარ, მადის რეგულაციაც უმჯობესდება, ქაოტური შიმშილი მცირდება, მოწყენილობისგან ჭამა აღარ გინდება და დოფამინის სნექიც ნაკლებად მიმზიდველია. ასევე მცირდება ღამის კრეივინგებიც. იწყებ მოძრაობას გარესამყაროში და
ჩვენ ამისთვის ვართ შექმნილი, ამისთვის ვართ გაჩენილები, ამიტომ შენი სხეულის შეგრძნებები უმჯობესდება, გული ვარჯიშდება, ბალანსი უმჯობესდება, ემოციური რეგულაციაც უკეთესი გაქვს, შფოთვებიც გიმცირდება, სიარულსაც ფიქრობ გამოსავლებზე და პოულობ მათ, სიარულსაც სტრესი გეჩვენება უფრო მცირედ, ვიდრე როცა იჯექი და დაარდობდი, დეპრესიული სიმძიმეც მსუბუქდება, საუბარიც კი ხდება უფრო ადვილი. ეს ხდება, რადგან სიარულისას სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება თავის ტვინში, უმჯობესდება სტრესული ჰორმონების რაოდენობა და მცირდება და ნეიროტრანსმიტერების ბალანსიც უმჯობესდება და ნერვული სისტემის ტონი შფოთვიდან სიმშვიდისკენ გადადის. და ბოლოს, როცა 10,000 ნაბიჯს გადიხარ, შენი გული ხდება უფრო ძლიერი, გული კუნთია, კუნთი ვარჯიშისას ძლიერდება და 10,000 ნაბიჯი დღეში საუკეთესო ვარჯიშია შენი გულისთვის. შედეგად ჰაერის უკმარისობების შეგრძნება მცირდება, კიბეებზე უფრო გიადვილდება ასვლა, ფეხები გიმსუბუქდება და სქესობრივი ფუნქციაც კი უმჯობესდება კაცებშიც და ქალებშიც. ამ ყველაფერთან ერთად ქრონიკული ანთება ორგანიზმში და ბიოლოგიური ჟანგი მცირდება, უმჯობესდება ლიმფური სისტემის ცირკულაცია, რასაც გამოაქვს ეს ტოქსინები, უმჯობესდება გლუკოზის მართვა, რადგან ამ გლუკოზას კუნთები მოიხმარენ და შედეგად მცირდება დიაბეტის რისკი, ღვიძლის გაცხიმოვნება, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი და მეტიც. განსხვავება 3,000 ნაბიჯსა და 10,000 ნაბიჯს შორის უფრო დიდია, ვიდრე სპორტ-დარბაზში სიარულსა და არ სიარულს შორის. და ბოლოს, სიარული ამცირებს სიკვდილის რისკს. მაგალითად, თუ დადიხარ დღეში 3,000 ნაბიჯს და თუ დადიხარ 7,000 ნაბიჯს, სხვაობა არის 50%-ით შემცირებული. სიკვდილიანობის ეს უზარმაზარი რიცხვია. თუ 10,000 ნაბიჯამდე გადიხარ, დაახლოებით ეს 8 კილომეტრია, თითქმის 70%-ით მცირდება უკვე სიკვდილიანობის რისკი. სიკვდილიანობის რისკს როცა ვამბობთ, ეს ნიშნავს, რომ ზოგადი შანსი, რომ ადამიანი სხვადასხვა დაავადებებისგან მოკვდეს. ზოგად რისკზეა საუბარი. და გახსოვდეს, რომ პირველი ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანია. 2,000 ნაბიჯიდან 6,000 ნაბიჯამდე არის 4,000 ნაბიჯი, ანუ 4,000 ნაბიჯის მომატება. უფრო დიდი განსხვავებაა ეს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე 10,000-დან 14,000-მდე. ესეც 4,000-ია, მაგრამ ის 4,000 2,000-დან 6,000-მდე უფრო მნიშვნელოვანია. 10,000 ნაბიჯს რაც მეტად აცდები, სარგებელი შემდეგ მცირდება და ბოლოს პირიქით რისკებიც იზრდება. ამიტომ 10-დან 15,000 ნაბიჯამდე შეიძლება მიიჩნეოდეს იდეალურად, დღეში 20,000 ნაბიჯზე მეტი კი არ არის სასურველი. თუ რეგულარულად ივლის ადამიანი, ეს დაახლოებით არის 15 კილომეტრი, ამ დროს იზრდება უკვე სახსრების დაზიანების რისკი და ქრონიკული სტრესი ორგანიზმისთვის. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.